Როგორც ძარცვავდნენ პენსიონერებს და როგორ მიითვისეს თაღლითურად 125,000 ლარი თბილისის პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუკლების ფაქტზე ორპირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების მიხედვით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ტელეფონით უკავშირდებოდნენ საპენსიო ასაკის პირებს, ეცნობოდნენ როგორც კომუნალური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლები და იგებდნენ მათ პერსონალურ მონაცემებს. ამის შემდეგ დაზარალებულს უკვე როგორც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ისე ურეკავდნენ და არწმუნებდნენ, რომ მათთვის ფინანსური დანაზოგი ნაღდი ფულის სახით გადაეცათ, რასაც გამოძიების შემდეგ უკან დაუბრუნებდნენ. Falsificirებული კონსერვები არასდროს მიწარმოებია პოლიციისა და ჯარისთვის უვარგისი კონსერვების მიწოდებისთვის ბრალდებული კულას დამფუძნებელი BMG-სთან საუბრისას წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის. ბიზნესმენი 9 მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ისტორიული კინოთეატრი აპოლო იყიდება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით მისი ღირებულება $5,900,000-ია. შეგიძლიათ გადააკეთოთ და რეკონსტრუქცია ჩაუტაროთ როგორც თავშეყრის ადგილად, ასევე საცხოვრებელ კომპლექსად. აღნიშნულია განცხადებაში. კალენჯიხის, ჭყოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში ახალი დაცული ტერიტორია ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და კანონის ძალაში შესვლა 2027 წლისთვის იგეგმება.